მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, ეკონომიკითა და ბიზნესის მთავარი სიახლეები და მართლაც განსაკუთრებულად აქტიური კვირა გქონდა ამ პერიოდის განმავლობაში და ცხადია ჩვენს პლატფორმებზე ამ თვალსაზრისით ყოველ დღე აქტიურად ვაშუქებდით ამ ნაწილს. აქტიური პერიოდია მომდევნო კვირის განმავლობაში, თუმცა კვირა ჯერ არ დასრულებულა. დღეს მათ შორის ველოდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას საქართველოს პარლამენტში დარწმუნებულად არაერთ საინტერესო აქცენტზე იქნება ყურადღება გამახვილებული, თუმცა მანამდე არსებული ვითარება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მუდმივად ჩვენი ფოკუსის ქვეშ არის ცხადია ამ კუთხით და ბიზნეს ინსაიდერმა ძალიან სწრაფად და ექსკლუზიურად შემოგთავაზათ 2 დღის წინ 4 დღის ბოლოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კიდევ ერთი შეფასება, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოს ეკონომიკასთან და მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკთან. უნდა აღინიშნოს და მანამდე უნდა ხაზგასმოთ აღნიშნოს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა 6.5%-მდე, რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჭრილში არის გამორჩეულად მაღალი მაჩვენებელი, თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ იგივე პირველი კვარტლის დაზუსტებული მაჩვენებელი საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9%-ია და უკვე სამშაბათ ჩვენ ველოდებით მაისის მაჩვენებელი, საბოლოოდ გვექნება 5 თვის საშუალო მაჩვენებელი, რაც ასევე დარწმუნებული ვარ 6.5%-ზე მეტი იქნება, შესაბამისად საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალ ზრდას მიაღწევს ფაქტობრივ შემთხვევაში საქართველოს და პირველი გრაფიკა სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი შეფასება გარდა ეკონომიკური ზრდის ნაწილისა საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და თუ მართლა ჩვენ დავაკვირდებით და შევხედავთ ამ გრაფიკს, რომელიც არის მოყოლებული 2010 წლიდან დღემდე არსებულ პერიოდში, ვხედავთ დაღმავალ დიაგრამას ამ თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტი. აქვე როდესაც ხშირად საუბარია ეკონომიკურ ზრდა თუ რაში ითარგმნება, დიახ, ეს არის კონკრეტული ფაქტი, ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ რა თქმა უნდა იზრდება დასაქმებაში, საბოლოოდ მცირდება უმუშევრობა და იზრდება შემოსავლები. ეს არის კონკრეტული ფაქტი ამ წელში. რა თქმა უნდა, კვლავ მაღალი მაჩვენებელია უმუშევრობის, ესეც უნდა აღინიშნოს და ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი არაერთხელ უსაუბრია, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამ ნაწილში რა თქმა უნდა არის უმუშევრობის ნაწილი და ასევე მთავარი ამოცანა საქართველოს მთავრობის არის უმუშევრობის განულება. ამ შემთხვევაში იგულისხმება განულების ნაწილში ბუნებრივ დონემდე დასვლა, რაც სრულად მიღწევადია კიდევ ერთხელ ამ ტემპით და ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებლებით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ასევე აღვნიშნეთ საქართველოს ეროვნული ბანკი, შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ უკვე ვისაუბრებთ რეზერვებთან დაკავშირებულ ვითარებაზე, მართლაც არ შემიძლია რა აღვნიშნო მუდმივი სპეკულაციური შეტევა საქართველოს ეროვნულ ბანკზე რეზერვებთან დაკავშირებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა მხოლოდ მაისში მოახერხა საქართველოს ეროვნულ ბანკმა 633 მილიონი დოლარამდე რეზერვების შეძენა. დიახ, ეს არის სარეკორდო მაჩვენებელი მხოლოდ ერთი თვის წრეში. ჯამში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკს მართლაც აქვს სარეკორდო რაოდენობით რეზერვები შეძენილი და ამ კუთხით კიდევ ერთხელ სივრცე სპეკულაციების უბრალოდ ნულია. დანარჩენი ზღაპრების სივრცე ყოველთვის იყო და ალბათ მომავალშიც იქნება, მაგრამ ფაქტები არის სრულიად სხვა. ასევე თითოეული თქვენგანი ხედავთ ეროვნულ ვალუტის კურსს, რომელიც ეკონომიკური ზრდის პარალელურად რეზერვების შეძენის პარალელურად ხედავთ თუ როგორ მყარდება და აქაც შევხედოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებას და შემდგომი გრაფიკა ამ კუთხითაც შეგვიძლია ვნახოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერ მასდამ და აქ მინდა შევჩერდეთ ერთი წუთით IT სექტორი მათ შორის და აი სწორედ საქართველოში განხორციელებული საგადასახადო რეფორმების შედეგად IT სექტორის განსაკუთრებულად მზარდი დინამიკა ჩვენ ვნახეთ და IT სერვისების ნაწილში ექსპორტის ჭრილში ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მომსახურება ხდება IT სექტორის ნაწილში, ექსპორტი ხდება შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირის ქვეყნებში, ისრაელში და ასე შემდეგ. დიახ, საქართველოსთან მუშაობა და საქართველოში კომპანიების IT სექტორში კომპანიების საქმიანობა არის განსაკუთრებულად წარმატებული. რა თქმა უნდა, აქ საუბარია ოქროს ფასების მატება და აქაც მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ოქროს რეზერვებთან დაკავშირებით იყო მუდმივი სპეკულაცია, რომ ოქროს რეზერვები რატომ ყიდულობდა ეროვნული ბანკი ოქროს. დიახ, ამასობაში ოქროს ფასმა მოიმატა, შესაბამისად რეზერვების საერთო მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, განსხვავებით სხვა ქართველი ექსპერტებისგან, წყალებში ექსპერტი რა თქმა უნდა, რომ ოქროს შეძენა იყო გონივრული გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა დედოლარიზაციის პროცესი. რატომ დედოლარიზაცია? ამიტომ დღეს ეროვნული ვალუტის დობა არის განსაკუთრებულად მაღალი და შესაბამისად ჩვენ ამ მაჩვენებელს ვხედავთ არა მხოლოდ ცეცხლების ჭრილში, არამედ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დეპოზიტების ჭრილში. დიახ, ეროვნულ ვალუტას ენდობიან
არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოელები, ასევე და მათ შორის ინვესტორები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც დღეს გვინდა ვისაუბროთ, თბილისში საჯარო სერვისების გაეროს ფორუმი, თბილისის უმასპინძლა საჯარო სერვისების გაეროს ფორუმს განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ღონისძიებას და ამ საკითხზე გვინდა ბატონ ბექა ზამაშვილა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილესთან ვისაუბროთ. ბატონ ბექა, მოგესალმებით. მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში იმედის დილაში მობრძანებისათვის და მქონდა პატივი რომ დავსწრებოდი გახსნით ნაწილს პირველი დღის განმავლობაში და მართლაც შთამბეჭდავი იყო სტუმრების რაოდენობა, წარმომადგენლობა ამ კუთხით. თუ შეიძლება რომ შევაჯამოთ ფორუმის საქმიანობა და რა იყო ძირითადი აქცენტები ფორუმზე? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და ეს სამდღიანი ფორუმი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან წარმატებით დამთავრდა. ეს არ არის ჩვენი შეფასება, არამედ ამას აღნიშნავდა, როგორც გაეროს წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, ასევე თითოეული მონაწილე. თქვენი გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, სანამ უშუალოდ ძირითად საკითხს შევეხები, უნდა იცით ითქვას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი ღონისძიების ჩატარებას თბილისში, მათ შორის ეკონომიკის, ბიზნესის განვითარების მიმართულებით და ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რადგან ჩვენ მასპინძლობდით 100-მდე ქვეყნიდან წარმომადგენლებს, დარგის ექსპერტებს, პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს, აკადემიურ წრეების წარმომადგენლებს, ანუ ფაქტობრივად მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან ძალიან ბევრი მონაწილე იყო თბილისში ჩამოსული და ჩვენ გარდა შინაარსობრივი ნაწილისა, მათ შორის შესაძლებლობა ჰქონდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის პოტენციალი გაგვეცნო მათთვის. რაც შეეხება უშუალოდ თემატიკას, ეს შეეხებოდა საჯარო სერვისების განვითარებას, უფრო მეტად ხელმისაწვდომი რო გახდეს საჯარო სერვისები მომხმარებლებისთვის. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, თანამედროვე პირობებში არის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების დანერგვა, განსაკუთრებით აქცენტი კეთდებოდა ხელოვნური ინტელექტის გონივრულად და სწორად გამოყენებაზე და ეს ყველაფერი იყო ერთდროულად სხვადასხვა ფორმატში გამოყენებული. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ თბილისი გახდა, ზოგჯერ ხუმრობით ვამბობდით ხოლმე, რომ თუ მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ტარდება ამერიკის კონტინენტზე, თბილისში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი საჯარო სერვისების მიმართულებით, რადგან მთელი მსოფლიო აქ იყო წარმოდგენილი საუკეთესო ექსპერტებით. თუ რომელიმე ქვეყანას ამ მიმართულებით რაიმე მიღწევა ჰქონდა, სწორედ აი თბილისში ხდებოდა ამ საკითხზე მსჯელობა და თვითონ ის რომ ჩვენ უმასპინძლეთ ამ ფორუმს, ეს იყო იმის აღიარება, რომ საქართველოში ქართული მოდელი ამ საჯარო სერვისების მიწოდების არის უმაღლეს დონეზე, საუკეთესო მაგალითია და არაერთმა ქვეყანამ აღნიშნა კიდევაც, რომ აი 10 წლის წინ, 7 წლის წინ თბილისში იმყოფებოდნენ, გაეცნენ ქართულ მოდელს იუსტიციის სახლების და ზოგადად საჯარო სერვისების მიწოდების და დღეს უკვე მათთან ძალიან წარმატებით ხორციელდება მსგავსი მოდელები. კი ბატონო, და მართლაც გარდა ამ ნაწილისა თქვენ რაც დასაწყისში აღნიშნეთ, მართლაც ეკონომიკის და ბიზნესთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ამდენ ვიზიტორს, ამდენ სტუმარს, ამდენი ქვეყნიდან და ასევე საშუალება ექნებოდათ არაერთი საკომუნიკაციის ადგილობრივებთან და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ეს ყველაფერი დამატებით გადაითარგმნება კონკრეტულ შედეგებში და მართლაც ქართული მოდელი ახსენეთ. რა არის ქართული მოდელის აი საიდუმლო, რომელიც მართლაც გახდა წარმატების მაგალითი და მისაბაძი არაერთი ქვეყნისათვის? შეიძლება ითქვას, რომ აი რაზეც თქვათ, აი ამ 3 დღის განმავლობაში გაერო ზრუნავდა, რომ ყველა ქვეყანაში ეს გახდეს მთავარი მამოძრავებელი, საქართველოს ეს წლების წინ უკვე დანერგა, უკვე დღეს უკვე აქტიურად ხორციელდება. რა არის მთავარი? მთავარი არის ის, რომ საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იყოს აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოიხმარს ეს ადამიანის სერვისს, სად ცხოვრობს, რა შესაძლებლობა აქვს. ეს არის უნივერსალური ხელმისაწვდომობა, რაც გამოიხატება პირველ რიგში იუსტიციის სახლების მოდელით, რომელიც ფარავს მთლიანად საქართველოს და ერთ სივრცეში აძლევს შესაძლებლობას მოქალაქეებს, რომ და არა მარტო მოქალაქეებს მიიღონ როგორც საჯარო სერვისები, ასევე კერძო სერვისებით და მუდმივად ვცდილობთ ჩვენ როგორც რაოდენობის გაზრდას აი ამ სერვისების, ასევე ხარისხის გაზრდას. მეორე მხრივ არიან ადამიანები, რომლებსაც ფიზიკურად შეიძლება არ შეეძლოთ სხვადასხვა მიზეზის გამო დედაქალაქში, დიდ ქალაქებში, ცენტრებში მისვლა. ამისთვის იცით, რომ ფუნქციონირებს მობილური იუსტიციის სახლები, რომლითაც ფაქტობრივად მაღალმთიან რეგიონებში, სოფლებში, რაიონებში ჩვენ უზრუნველყოფთ აბსოლუტურად იგივე სერვისების მიწოდებას. შემდეგი მიმართულება არის დისტანციური და ონლაინ სერვისების განვითარება. დღეს უკვე ძალიან ბევრი სერვისი არის ხელმისაწვდომი დისტანციურად და ჩვენ აქტიურად მუშაობთ, რომ უკვე
მობილური ტელეფონით გახდეს შესაძლებელი ფაქტობრივად ყველა სერვისის მიღება, თუმცა ეს ყველაფერი იმუშავებს პარალელურად. ანუ იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც უფრო მიზანშეწონილი არის ფიზიკურად მისვლა, რა თქმა უნდა, მეტი კომფორტი დახვდებათ მათ, ვისაც ურჩევნია დისტანციურად სერვისების მიღება, ეს განვითარდება და ის თვითონ რადგან ეს მოდელი უნიკალურია, რომ ესე მუშაობს საქართველოში, ამის აღიარება იყო ერთი მხრივ თბილისში გამართვა ამ ღონისძიების და მეორე მხრივ ღონისძიების გახსნაზე საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი არის, რომ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ სპეციალური ჯილდო გადასცა იუსტიციის მინისტრს ბატონ პაატას ალიას აი ამ მოდელის აქტიურად და წარმატებით გამოყენებისთვის, რადგან მართლაც უნიკალურია, მარტო საქართველოს კი არ სარგებლობს ამით, არამედ როგორც უკვე აღნიშნეთ, ბევრი ქვეყნისთვის გახდა მაგალითი და დაინერგა ბევრ სხვა სახელმწიფოშიც. კი ბატონო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ უფრო და უფრო ინკლუზიური ხდება საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში ამ კუთხით და ეს პროცესი გაგრძელდება, როგორც ვატყობთ, ასევე გაუზიარებთ გამოცდილებას სხვა ქვეყნებზე. კი, რა თქმა უნდა, ინკლუზიურობაზე როცა ვსაუბრობთ, ეხლა ეს მართლა ქართული, ასე ვთქვათ, ინოვაცია არის, რომ გარდა იმისა, რაც უკვე აღწერეთ, რომ აი ყველასთვის ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლებში, მობილური იუსტიციის სახლით თუ დისტანციურად, მათ შორის პენტენციურ სისტემაშიც კი ხელმისაწვდომია, რადგან ჩვენ იუსტიციის სახლების მოდელი დავნერგეთ პენტენციურ სისტემაშიც და ეს იყო ნამდვილად ქართული ინოვაცია, მათთვის ძალიან მოსაწონი და ბევრი ქვეყანა დაინტერესდა ამით, რადგან გაეროს, ასე ვთქვათ, 20-30-ისთვის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი არის არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა. და ფაქტობრივად მათ ნახეს, რომ არათუ 20-30-ში საქართველოში დღეს უკვე უზრუნველყოფილია ეს პრინციპი, რაც შეეხება საჯარო სერვისების მიწოდებას. თვითონ ადამიანიც კი, რომელსაც თავისუფლება აღკვეთილი აქვს, მათცეც ზრუნავს სახელმწიფო და სერვისებს აწვდის პენტენციურ სისტემაში და ეს ინკლუზიურობა იყო ერთ-ერთი, აი 4 ძირითადი მიმართულებიდან, რადგან ვჭელობდით, ერთ-ერთი მთავარი იყო და ნამდვილად ქართული მოდელი გახსნაზეც, დახურვაზეც და სხვადასხვა სესიებზეც აღინიშნებოდა, რომ აი მართლაც ქართული მოდელი უზრუნველყოფს იმას, რომ არავინ დარჩეს, არც ერთი ადამიანი დარჩეს სახელმწიფოდან ყურადღების მიღმა. მართლაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე თვითონ როცა ჩვენ საპატიმრო დაწესებულებებზე ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფო ყველასთან მიდის, ყველას ადლევს შესაძლებლობას სერვისების სარგებლობის და ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტები მიმდინარე წელსაც, მათ შორის ნახევარი წელი ფაქტურად განვლეთ და შედგომი ნაწილი წინ გვაქვს. დიახ, საჯარო სერვისები ისეთ სფერო არის, რომ ჩვენ ყოველთვის აღნიშნავთ ხოლმე, რომ არასდროს უნდა ვიყოთ კმაყოფილი მიღწეული შედეგით. მით უმეტეს ამ ფორუმის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა 100-მდე ქვეყნის წარმატებული გამოცდილება გაგვეზიარებინა, ერთი მხრივ ქართული გამოცდილება გაგვეზიარებინა მათთვის, მაგრამ ჩვენც მოგვესმინა სხვადასხვა ქვეყანაში რა მიღწევები არსებობს და ჩვენი მთავარი ამოცანა არის ყოველთვის, როდესაც აი ეს ფორუმი დაორგანიზდა და დაიგეგმა საქართველოში, ჩვენი მიზანი არ იყო მხოლოდ 3 დღე გვემასპინძლა და დამთავრებულიყო ეს ფორუმი. ჩვენი ამოცანა არის, რომ ეხლა ყველაფერი ის ინფორმაცია, რაც მივიღეთ, ეს ყველაფერი აისახოს კონკრეტულ სამოქმედო გეგმაში, პირველადი პროექტი უკვე შემუშავებულია, შესაბამის სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში აისახება და უკვე ყოველდღიურ რეჟიმში სიახლეები, ინოვაციები და მათ შორის სხვა ქვეყნის წარმატებები, რომლებიც შეიძლება ჩვენც გავიზიაროთ, ისინი დაინერგება და ვფიქრობთ, რომ მოსახლეობას ჩვენ უახლოეს პერიოდში ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ. მათ შორის საჯარო სერვისების მიმართულებით. კი ბატონო, მართლაც ამას ვხედავთ, ყოველდღიურად მარტივდება სერვისების სარგებლობა, პირად მაგალითად შემიძლია რა თქმა უნდა. ეს თქვა და ყოველთვის ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ამ თემებზე იუსტიციის სამინისტროს საუბარი. მადლობა მედიასთან კომუნიკაციისთვის, ვინაიდან ძალიან აქტიურად თქვენი კოლეგებიც ყოველთვის გვაძლევთ საშუალებას, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ. საკითხები, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება. დიდი მადლობა ბატონო, კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა თქვენ. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია, ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით უკვე ორშაბათს დაგიბრუნდებით.